დაუბრუნდეთ რუსთაველის გამზირს, იმას რაც ახლა ჩვენ ვსაუბრობდით, წინააღმდეგობის უწყვეტობას, აქციებს, შემართებას, ენთუზიაზმს, შეუგუებელობას, მედეგობას, სიმტკიცეს, რომლის დემონსტრაციაც არის, მათ შორის დღევანდელი საღამო, დღევანდელი დღე რუსთაველზე, რესპუბლიკის მოედანზე დაწყებული აქცია ლოზუნგით ბოლომდე, გამარჯვებამდე, ასეთი ხმაურით, ასეთი შემართებით მიემართება პარლამენტის მიმართულებით, ეს ტრადიციული სავალი გზა, რომელსაც ბევრი რამ უნახავს საქართველოს უახლეს ისტორიაში და რომელიც გამოხატავს და რომელიც დამუხტულია საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლის ენერგიით. დაუბრუნდეთ ნათია ტრაპაიძეს, ჩვენ ჟურნალისტს, რომელსაც აქვს სიამოვნება განიცადოს ის შემართება, რომელიც ახლა რუსთაველზეა. ნათია, გისმენთ. ეხლა მშრალობა შეჩერდა რუსთაველის გამზირის 23 ნომერთან ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ოფისთან, საიდანაც აივნიდან გადმოფინეს ბანერი, გადადგეს რუსული რეჟიმი. ესე შეიძლება ითქვას, რომ არის ამ მშრალობის დღევანდელი სათქმელი, ჯერ კიდევ რესპუბლიკის მოედანზე ვიდრე დაიწყებოდა ოფიციალურად მშრალობა, ხმის გამაძლიერებელში სწორედ შეთანხმდნენ იმაზე, რომ ყველანი, ვინც არის დღეს რუსთაველზე გამოსული, ერთიანად და ერთხმად ითხოვენ იმას, რომ გადადგეს რუსული რეჟიმი. აქ არიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რა თქმა უნდა, თქვენ ზვიადის სიტყვები გაქვთ ბანერზე, რომელიც სასამართლოში თქვა. ამ ერთი წლის განმავლობაში ქართულმა ოცნებამ არა თუ მოისმინა საკუთარი ხალხის პროტესტის ხმა, არამედ უფრო მეტად ცდილობს, რომ შეზღუდოს და როგორმე გაგუდოს ეს პროტესტი. ეს ალბათ ყველაფრის მქმერია, მაგრამ მაინც რას ფიქრობთ, საით მიდის ქართული ოცნება? ქართულმა ოცნებამ, როგორც ზვიად კვარაცხელიამ აი აქ დაწერა, რომ რაც შეეხება გზის გადაკეტვას, ოლიგარქიულმა რეჟიმმა გადაუკეთა გზა საქართველოს, ოლიგარქიულმა რეჟიმმა გადაუკეთა გზა საკუთარ თავსაც, აი იმ რეპრესიებით, რომელსაც ისინი ყოველდღიურად ახორციელებენ ქართული ხალხის წინააღმდეგ. თავარი არის ის, რომ გმირი და მებრძოლი ქართული ხალხი ყოველდღიურად საკუთარი ბრძოლით და პროტესტით ამტკიცებს, რომ ჩვენ არ გვეშინია არც აი ამ დაშინების, არც ცემის, არც დაპატიმრების, იმიტომ რომ ადამიანები ხედავენ, რომ ყოველდღიურად იჭერდნენ 30-40 ადამიანს და მაინც ჯიქურ მამაცად გადადიოდნენ გზაზე, იმიტომ რომ აქ დგას თავარი საკითხი, დგას ამ ქვეყნის მომავალი, ჩვენი მომავალი ამ ქვეყანაში და თუ კი ჩვენ ამ ქვეყანაში მომავალი არ გვაქვს, ხო? მაშინ ყველაფერი კარგავს აზრს. შესაბამისად, აღარ არსებობს ეს შიში, რის იმედის ოლიგარქს აქვს, რომ ხალხს დააჩაჩანაკებს, დააშინებს. ეს არ მოხდება და აი ერთი წლის თავზე, აი ამ ხალხის რაოდენობა გმირულად გამოსული კიდევ ერთხელ ქუჩაში სწორედ ამაზე მეტყოლებს. ამიტომ წინ ბრძოლისკენ და ჩვენ მივად გამარჯვებამდე. დიდი მადლობა. ხედავთ და გესმით ალბათ განწყობა ამ ეტაპზე, ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე ძალიან ცოტა დარჩა პარლამენტამდე და მოქალაქეები უკვე გააგზელებენ საკუთარი პროტესტის გამოხატვას ჩვეულ ადგილას, სადაც ამ დღეებს ამ 300 და მეტი დღის განმავლობაში ისინი იკრიბებიან და ნიშანდობლივია ისიც, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გამოაქვეყნა სტატისტიკა, რომ ბოლოს 3 დღეში 60-ზე მეტი ადამიანი ყავთ დაკავებული ადმინისტრაციული წესით და ყველა შემთხვევაში ბრალდება, შეიძლება ითქვას, არის ან გზის გადაკეტვა, ან პირბადის ტარება და სახის დაფარვა. ამ კანონების მიუხედავად ხედავთ, რომ ადამიანები მაინც გამოდიან ქუჩაში და მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ხვალ ისინი დააკავონ ადმინისტრაციული წესით, მაინც გამოხატავენ პროტესტს. რა გზავნილია ქართული ოცნებისთვის? ქართული ოცნებისთვის ხალხი ყოველდღიურად აკეთებს გზავნილს, რომ მათ ცვლილება და სანამ ამ ცვლილებას არ მიაღწევენ, მანამდე არ გაჩერდება ეს ადამიანები. ჩვენ ვხედავთ სხვა რაოდენობას, დღეს ბუნებრივად ხდება გადაკეტვა და დღეს არანაირი სანქციები არ იქნება, თუმცა ბოლო დღეებში აღსანიშნავია, მე დავთვალე ჩვენ მონაცემებში, 100 ადამიანია მარტო ადმინისტრაციული წესით დაკავებული ამ ისტორიულ ფორმატში და 100 მეტი სისხლისამართლებრივი წესით დაპატიმრებული რეჟიმის წევრებს. მიუხედავად ამისა, ამას არ უმოქმედია როგორც დამაშინებელს და ხედავთ რამხელა პროტესტია. ეს პროტესტი აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით, იმიტომ რომ ქართული ხალხი არ აპირებს გაჩერებას მანამ, სანამ არ მოუტანს ცვლილებას ამ ქვეყანას და ეს ქვეყანა არ დაბრუნდება კონსტიტუციურ ჩარჩოში. მადლობა ამ დაკავებულ ადამიანებს შორის, რა თქმა უნდა, არის ჩვენი ოპერატორი ნიკა პატარაია, რომელიც შესაძლებელია ყოფილიყო
ახლა კამერის მიღმა ჩემთან ერთად და ფორმულას არაერთი თანამშრომელია. მათ შორის არიან ჩვენი მეგობრებიც და მე ყველას უსურვებ თავისუფლებას. აქ მყოფი ადამიანები კი აგრძელებენ მსვლელობას პარლამენტის წინ ძალიან ცოტა მანძილი დარჩა, ძალიან ბევრი ადამიანია. მადლობა ნათია, კიდევ ბევრ სიპოვი დარწმუნებული ვარ, საინტერესო რესპონდენტებით არის სავსე რუსთაველი, არა მარტო დღეს მთელი ამ თვეების განმავლობაში, თუ კი ვინმე მართლა საინტერესოა ჭკუის საკითხველია, ყველა მაგ არის თავმოყრილი, ასე რომ ჩვენ სტუდიებში გვიჭირს კიდეც დროის ამ პერიოდში ადამიანების მოხმობა, რამდენადაც მათი აბსოლუტური უმრავლესობა თავიანთი ფიზიკური შესაძლებლობების ფარგლებში როგორც წესი რუსთაველზეა ხოლმე. ჩვენ რუსთაველს დღეს კიდევ არაერთხელ ჩავთავთ.